გიორგიევსკის ტრაქტატის, როგორც მისი ტექსტის, ასევე შემდგომ განვითარებული მოვლენების დადებითად შეფასება, ეს არის საქართველოს ისტორიის გაყალბება. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის გაყალბება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაღვრილი სისხლი წყლად მიიჩნია ვიღაცამ და თქვა, რომ ეს არაფერი არ იყო ის ბრძოლა, ის წინააღმდეგობა, რაც მოხდა ქართველი ხალხის მხრიდან ამას. ეს ყველაფერი რუსული ტალახიანი ჩექმის ქვეშ ითელება ქართველების საგალობლები. უბრალოდ ვერ მოსწეს, თორე განაწიგნები არ დაწვეს, განამათმა წარმომადგენელმა აქ არ დასწყევლა მთლიანად ქართველი ხალხი. იოანე საბანიძეს წუხს რომ ყურეს ამას ქვეყნისავართო და უნდა გავიდეთო, ისიც მაგას ამბობს. ქრისტიანულ სამყაროს დღევანდელი სიტყვით რო ვთქვათ, ევროპას უნდა დაუკავშირდეთო. გორგასლის ანდერძი არსებობს, სადაც ამბობს რომ ნუ დაუტევებთ ქრისტიანულ გზას და ეს ხალხი ეხლა დღეს 21 საუკუნეში აი ამ ხელა ისტორიის ხალხს გვეუბნება რომ ჩვენ თურმე რაღაც რუსეთის გუბერნია უნდა გავხდეთ, ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით. ასე გამოვამტვრევთ საფლავებსაც საქართველოს თუ არ მიხვდებიან რა საითკენ წავიდნენ, როგორ შეურაცხყვეს, როგორ დაგვამცირეს და როგორ იფიქრეს, რომ აი ამ ხელა ისტორიის ერს, დავით აღმაშენებლის ერს შეიძლება, რა ვიცი მე, შარმანაშვილებით და ყობახიძეებით და მათი დაბჟუტურები ტრაქტატის იდეით მოუგო. არავითარ შემთხვევაში ესე არ მოხდება. ერთი შეხედვით პირადად მე ვერაფრით გამიგია, რატომ რა მიზეზით წამოსწია ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში, აგვისტოს ცხელ დღეებში გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხი ამბავი. წესითა და რიგით, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეს თემა, ეს ამბავი, ხო, მისთვის წამგებიანი უნდა იყოფილიყო, უნდა იყოს, არის კიდეც. გულახდილად გეტყვით, მეორე შეხედვითაც არ მესმის ეს. და სულ ბოლოს, თორსა პერსონალურად მე აი დღეები გავიდა, ხო, ვაანალიზებ ამ ამბავს, როდესაც კიდევ ერთხელ ვუსმენ ირაკლი ყობახიძეს და მესმის ჩემი მოსაზრებით, ჩამესმის ჩემი მოსაზრებით შემზარავი სიტყვები, რომ საქართველოს გადარჩა 1793-დან ვიდრე 1801 წლამდე, მე ვაკეთებ დასკვნას ამგვარს, ან ანალიზს თავაზობთ ამგვარს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის მაგვარი ხელშეკრულების დასადებად ემზადება. ახალ ხელშეკრულებას თუ ასეთი რამ მოხდა გეორგიევსკში რომ არ მოაწერენ ხელს ეს ფაქტია, ასე მაგალითად გარსევან ჭავჭავაზეს რომ ვერ გააცოცხლებენ ესეც ფაქტია, მაგრამ ეს ჩანს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არა გარდაუვალი, არამედ მოსალოდნელია. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, მესამედ, მეოთხედ თუ მეშვიდეთ რომ არ მესმის, სასაჭირო იყო გეორგიევსკის ტრაქტატზე ახლა ყურადღების გამახვილება. თუ გეორგიევსკის ტრაქტატი ორი დავარქვათ, გაფორმდება, ეს იქნება არ მოვერდები ამ შეფასებას, ღალატი უკვე მე რამდენი სიმართლე გითხრათ ვეღარც ვითვლი, ვეღარც მოვითვალე. საერთოდ რამდენად სწორია, კარგი, სხვაგვარად დავსვათ საკითხს. გადაარჩინა თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატმა, როგორც შეთანხმებამ რუსეთთან საქართველოს. საერთოდ რამდენად სწორია საუბარი დანარჩენ საქართველოზე, მაგალითად იმერეთი, რომელიც არ არის ხელმომწერი მხარე, ხო? გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, ხო, რა შუაშია ამ გეორგიევსკის ტრაქტატთან. შეიძლება თუ არა ტრაქტატის განხილვა 1801 წლის ანექსიის გარეშე. მე მგონია რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის ერთი პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ 1799 წელს გარდაიცვალა პერეკლე, ხო, მისი შვილი აგრძელებს ერთგვარად სწორედ ტრაქტატის სულისკვეთებას. უარესაც ჩადის ჩემი მოსაზრებით, მაგრამ მაინც. კარგი, თუნდაც 18 წლიანი პერიოდი რომ განვიხილოთ, ხო? კარგი რა მოიტანა 1795 წელს ასაკიანი მეომარი კაცი ერეკლე მეორე მარცხდება კწანის სისხლში, თვალს აპარებს, ესე ვიტყვი, ჩრდილოეთისაკენ, იმედად რომ რუსები დაეხმარებიან და რუსები უკვე მე რამდენად მას არ ეხმარებიან.
ნუგზარ ციკლაური პოლიტიკოსი, მცოდნე კაცი შემოგვიერთდა ახლა სტუდიაში. პირველი კითხვაც ესაა, მოგესალმები ნუგზარ, მადლობა რომ მონაწილეობთ განაცემაში. რა მოხდა 1783-ში? და ჩვენ უკვე სხვა საკითხებზეც ვისაუბრებთ, ცხადია, განსაკუთრებით 1801 წლიდან მიმდინარე ამბებზე. რა მოხდა 1783-ში, ან ასე გეტყვი, 1783-დან 1801 წლამდე. აი, მეფე ერეკლეს ხომ არ გაუცრუვდა იმედები, მას წესით უნდა გაცრუებოდა და უკვე შემდგომ ცოცხალი აღარ არის 1801-ში, მაგრამ მთელი ქართულ საზოგადოებასაც პრინციპში უნდა გაცრუებოდა იმედები, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის დასაწყისიდან და იმ ცნობილი სიონში მომხდარი ამბიდან. თუ გინდა ივანე ჯავახიშვილიც გავიხსენოთ რომელიღაც ეტაპზე, რასაც ამბობს ეს დიდი ისტორიკოსი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის დიდი პატივი არის ჩემთვის ახლა ამ გადაცემაში მონაწილეობა და იმ თემებზე საუბარი, რომელიც 200 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოქმედი პოლიტიკოსები იწყებენ მას ამ მოვლენების გამოყენებას თანამედროვე პოლიტიკის საწარმოებლად და თქვენი შეკითხვა სწორედ ასე დაიწყო. რა მიზეზია იმისი, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე დღეს საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ამბობს კეთილსიტყვებს, ამბობს, რომ ამან გადაარჩინა მთელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს. პირველ რიგში გეტყვით, რომ ასეთი გამოსვლის მიზეზი უპირველეს ყოვლისა არის ქართველი ხალხის დემორალიზაცია, ჩვენი ეროვნული სულისკვეთების გატეხვა, ჩვენი წინააღმდეგობის სულის გადატეხვა, იმიტომ და ეს ყოველთვის ხდება მაშინ, როდესაც იქნება ეს ხელისუფლება, იქნება ეს შენი წევრი თუ შიდა გამცემი აპირებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეიძლება გახდეს დიდი წინააღმდეგობის, დიდი რეზისტანსის საბაბი და აი ამ შემთხვევაში ხალხი უნდა იყოს დემორალიზებული, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გამოცლილი ის ცხოველმყოფელი ძალა, რაც ყოველთვის იყო საქართველოში ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე და რაც განსაზღვრავდა იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობა, ისე შევინარჩუნეთ რწმენა და შევინარჩუნეთ უნარი, რომ გვებრძოლა ნებისმიერ დამპყრობელთან, თუ კი ის შეეხებოდა იმ ტრიადიდან ერთ-ერთს მაინც ენა, მამულს და სარწმუნოებას, რომლის შესახებაც ასე ხშირად არის საუბარი. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის, როგორც მისი ტექსტის, ასევე შემდგომ განვითარებული მოვლენების დადებითად შეფასება, ეს არის საქართველოს ისტორიის გაყალბება. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის გაყალბება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაღვრილი სისხლი წყლად მიიჩნია ვიღაცამ და თქვა, რომ ეს არაფერი არ იყო ის ბრძოლა, ის წინააღმდეგობა, რაც მოხდა ქართველი ხალხის მხრიდან ამას. ამიტომ თქვენი შეკითხვის კვალად დავიწყოთ ქრონოლოგიით, რა მოხდა 1783 წლის შემდეგ. ნუ ტრაქტატში ვიცით, რაც წერია და ახლა ამაზე აღარ შევაწყინოთ თავი ჩვენს მაყურებელს, ერთ-ერთი მთავარი რაც წერია, რომ რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ დაიცვას ქართული სახელმწიფო შემოსეული მტრებისგან. ამის საპასუხოდ ერეკლე მეფეც ქართლ-კახეთის სამეფო იღებს ვალდებულებას, რომ იმ ბრძოლებში, სადაც იქნება რუსეთი, ისიც ქართული ჯარით დაეხმაროს მან. 2 წელი არ არის გასული გეორგიევსკის ტრაქტატიდან და 1785 წელს იწყება ომარ ხანის შემოსევა. იწყება ეს შემოსევა ისე, რომ დაიმედებულები არიან ქართველები, რომ რუსეთის ჯარი მიეხმარება მათ, როგორც მოკავშირე და ამ დროს ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა პირისპირ აი ამ შემოსეულ მტერთან და იყო საშინელი აოხრება. ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა საქართველოს, მაგრამ ეს იყო უმძიმესი იმ პერიოდისათვის, მას რაც მოხდა შემდგომ, კერძოდ 1795 წლის კოლაფსი, თბილისის დაქცევა, ქუჩებში მიმდინარეობდა ომები და აქაც რუსეთის ჯარი არსად არ არის.
პრაქტიკულად რუსეთმა გააგრძელა ისეთივე მოქმედებები, როგორცაც ის ადრე აკეთებდა იგივე ერეკლეს დროს, მაგალითად ასპინძის ომის დროს 1770 წელს, როდესაც თბილისში დადიოდნენ ადამიანები დღევანდელ შპიონებს რო ვეძახით და აუცელებდნენ ხმებს, რომ სისხლით არის შეღებილი მტყვარიო და ეს ქართველების სისხლი არისო. არადა ქართველი ჯარი იყო გამარჯვებული მაშინ ასპინძაში. აი ეს პოლიტიკა გაგრძელდა და სრულიად ცხადად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ დახმარება, პირველ რიგში მიმართული იყო იქით, რომ საქართველო იმდენად დასუსტებული იყო, რომ რუსეთს გაეუქმებინა მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობა. თქვენს მიერ ნახსენები 1801 წელიც დადგა იმ 1795 წლის შემდეგ თბილისის საშინელი აოხრების შემდეგ და უკვე აღმოჩნდა, რომ ქართულ სახელმწიფოს, ერეკლე მეფეს, რომ არავის აღარ ჰქონდა ძალა, მოკლედ იმისათვის, რომ შეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისათვის ბრძოლას. აი ეს იყო მოვლენები და ამიტომ საუბარი იმაზე, ბატონო, და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ის 15 წელი თუ 20 წელი ტრაქტატის შემდეგ იყო საქართველოსათვის კეთილის ყოფილი ამბავი, ეს არის უბრალოდ დაცინვა ჩვენი ხალხის და არარადგმნა იმ ისტორიის, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა მრავალი ასწლეულის შემდეგ, მრავალი ბრძოლის შემდეგ და უდიდესი მსხვერპლის შემდეგ, რომელიც ქართულმა ხალხმა გამოიარა. და ტრაგედია იწყება ამის შემდეგ. ქართველი შეიძლება ითქვას, რომ გონს მოეგო, მას შემდეგ რაც დაინახა ეს უდიდესი მუხანათობა რუსეთის და მიხვდა, რომ კარგავს უმთავრეს, რაც ასულგმულებდა მას როგორც ერს, რაც ასულგმულებდა მის კულტურას, მის აწმყოს და შესაბამისად ქართულმა ერმა დაინახა, რომ მას შეიძლება აღარ ჰქონდეს მომავალი. და აქედან იწყება მთელი კასკადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, წინააღმდეგობის მოძრაობის, ქართული ჰეროიკული რეზისტანსის, რომელიც აი ამაზე მინდა კითხო, ბატონო მგზარ, ამაზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ მთელი მე-19 საუკუნე. მოდი ასე ვიტყვი. სწორედ სიონში მას შემდეგ რაც ტრაქტატის ტექსტი წაუკითხეს თავადაზნაურობას და ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ შინაარსგან განმოვცემ მაყურებელს, რომ ესე იგი რუსის ჯარი იყო შემორტყმული. მანიფესტ გულისხმობთ რა? მანიფესტ გულისხმობთ. ხადია და რომ მანიფესტიო წაუკითხეს და მერე ესე იგი ასე წერს ივანე ჯავახიშვილი შინაარსს განმოვცემ, რომ ლომის ხახასავით მოაქციეს, ლომის ხახაში რომ მოაქცევენ, ისე მოაქციეს ქართველი თავადაზნაურობა და ვისაც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ან უნარი ჰქონდა. მაგრამ მერე იწყება მთელი მე-19 ეს არის 1801 წელი და მერე იწყება მთელი წინააღმდეგობა, ვიდრე ჩათვლით ხალდეს აჯანყებისა და ამ პერიოდში კიდე ისეთი საოცარი ამბები, რომლებიც ჩვენს რეზისტენტობას, როგორც თქვენ ბრძანეთ, ადასტურებს, მადასტურებელი. აი, რისი განსაკუთრებით რისი გახსენება შეიძლება. აი, ყველაფერს ალბათ ვერ გამიგვიყვება. პირველი ამოღებული ხანჯალი არის მარიამ დედოფლის მიერ ამოღებული ხანჯალი საქართველოს დასაცავად. ეს არის 1803 წელი. 1803 წელი, როდესაც ეს ლაზარევი შედის მის ოთახში და მას სურს, რომ დედოფალი წაიყვანონ აქედან, ეს იყო უდიდესი შეურაცხყოფა და პირველი ხანჯალი, რომელიც იშიშლა ქართულმა ხალხმა, ის ხანჯალი იყო დედოფლის ხელში, დედოფალ მარიამის ხელში და ამით აი ჩვენმა სამეფო გვარმა გნებავთ აი თელმა განათლებულმა ქართველობამ, თელმა ისტორიამ ამოიღო ხანჯალი რუსეთის წინააღმდეგ და თქვა, რომ უბრძოლად არ დაგნებდებით. აი ეს არის პირველი და ქართველი ქალი, როდესაც არის აი ამ ხანჯლის ხელში ამღები, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რა ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში. 1803 წელს მოსდევს 1804 წლის მთიულეთის დიდი აჯანყება. ალბათ ისტორიაში წერია და არის ისტორიოგრაფიულ წყაროებში, როგორ იქცეოდნენ რუსები ჩვენს მთიანეთში, როგორ აბამდნენ მარხილებში ქალებს, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსახლეობას. არის ისეთი
ამბების მოყოლი, რომლის გახსენება საერთოდ არ მინდა, მათ შორის სექსუალური შეურაცხყოფის, დამცირების, ქართული ღვინის შეგინების, ქვევრებში და სხვადასხვა სასმისებში ფეკალიების ჩაყრის. აი ეს არის რუსი პირველი ქმნილი და შემდეგ ვაირომ ბოლო სახითაც აი ასე შემოდის რუსი საქართველოში და მთიულეთის უდიდესი აჯანყება, რომელმაც მოიცვა მლეთა, ფასანაური, დუშეთის რაიონი, ეს იყო ძალიან დიდი აჯანყება და საქართველოს მთაში პირველად ითქვა, რომ არა, ჩვენ არ შევეგუებით აი ამ ამბავს. ამის შემდეგ არის 1812 წლის აჯანყება, ეს არის კახეთის აჯანყება, რომელმაც შემდგომ გადაინაცვლა უკვე 1813 წელს ხევსურეთში და ესეც არის აღბეჭდილი უდიდესი წინააღმდეგობით დამპყრობლის მიმართ. კერძოდ 1812 წლის აჯანყებისათვის დროშა თეკლა ბატონიშვილმა შეკერა. ეს არის ერეკლე მეფის ქალიშვილი. მან შეკერა დროშა ამ აჯანყებისათვის და ეს არის დედა აგრეთვე ალექსანდრე ორბელიანისა, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობ და აქ ბატონ როსტომ ჩხეიძეს დიდი მადლობა უნდა უთხრათ, რომ აი ამ მოღვაწის სახე დღევანდელი ქართველებისათვის კიდევ უფრო ახალი ფერებით არის ცნობილი. და აქ უკვე შემოდის ეს გახსოვთ ევროპაში ეს არის საფრანგეთი და რუსეთის ომი და ალექსანდრე ბატონიშვილის შვილი ერეკლე მეორისა უკვე შემოდის საქართველოში და უერთდება აი ამ აჯანყებას. ხო, აქ რუსეთიდან შემოდის ახალი ძალები ყაზბეგის მხრიდან, დარიალის მხრიდან, ისინი გადაივლიან გუდამაყარს, ჩემს სამშობლოს და იქ არის პირველი დიდი ბრძოლები გუდამაყრელებთან, რომლებიც ცდილობენ რომ არ გადაუშვან ხევსურეთში ეს რუსული ჯარი, იმიტომ რომ იციან რომ იქ არის უკვე ალექსანდრე ბატონიშვილი შატილის ციხეს შეფარებული. როდესაც ამათ წინააღმდეგობას არის დაძლეული ირაკლი, იქ ლებაისკარში ხდება აი უთანასწორო ომი, სადაც დაეცა 700 ხევსური. თუ არსებობს საქართველოში 9 ძმა ხერხეულიძის სახელი, თუ არსებობს 300 არაგველი და ვიცით რა მოვლენებს ეს უკავშირდება ეს, თუ არსებობს გმირობის და თავდადების მაგალითები, ლებაისკარის 700 ხევსური არის ნამდვილად აი ამ ოქროს ასოებით დაწერილი ამბების ერთ-ერთი მონაწილეც. და მთელი ამბავი ის იყო, რომ მთელ ხევსურეთში კაცი ვერ იპოვეს გამცემი, რომელიც მიუთითებდა ალექსანდრე ბატონიშვილის ადგილმდებარეობას. ეს იყო მართლა საოცარი შემთხვევა, რომ არც ერთმა ოჯახმა, არც ერთმა ბავშვმა, ქალმა, დატყვევებულმა, წამების ქვეშ ყოფმა არ გათქვა ალექსანდრე ბატონიშვილის ადგილმდებარეობა და შემდეგ გაივლის ალბათ 100 ან კიდევ მეტი წელი და ტიციან ტაბიძე დაწერს და გემახსოვრებათ ეს, რომ ამ საშინელ და უიღბლო ღამეს მე მრჩება მხოლოდ ერთი ანდერძი, რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი ბატონიშვილი ალექსანდრესი. აი ამას დაწერს ტიციან ტაბიძე, იმიტომ რომ ალექსანდრე ბატონიშვილის წინააღმდეგობა, ისევე როგორც კახეთის, ხევსურეთის ეს დიდი წინააღმდეგობა, ასევე იყო სრულიად გამორჩეული მაგალითი და მითითება იქითკენ, რომ ქართველი თავის ენას, თავის სარწმუნოებას, თავის ეროვნულ მერე იყო იმერეთის წინააღმდეგობა, მერე იყო გურიის წინააღმდეგობა და რა წინააღმდეგობა. თქვენი ნებართვით შევჩერდები იმერეთზე. ეს არის საეკლესიო აჯანყება. სოფლიო ისტორიაში ჩვენ გვინახავს ხო ამბები, როდესაც კონფესიონალური ომები არის. ნუ ვიღაც ჰუგენოტები ვიღაცას ებრძვიან, კათოლიკეები, პროტესტანტების რომელიღაცას ფაქტას ებრძვიან. ეს იყო ომი, რომლის სათავეში ერთი მხრიდანაც იდგა სასულიერო პირი რუსეთიდან და მეორე მხრიდანაც იდგენ ჩვენი უძვირფასესი სასულიერო პირები. ეს არის დოსთეოს ხუთათელი და ექვთიმე გაენათელი. მე გემახსოვრება თქვენ რაბედიც გაიზიარეს მათ, ისინი მოკლულები იყვნენ, მათ შორის ერთი ანანულში, ტომარაში ჩასვეს და ისე მოუსწრაფეს. სიცოცხლე და იქვე არის კიდევაც დაკრძალული. იმერეთის საეკლესიო აჯანყება არის გამორჩეული აჯანყება, ეს არის დიდი მასშტაბის აჯანყება და საბოლოოდ მასში არ იღებდნენ მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები. აქ უნდა გავიხსენოთ ქაიხოსრო გურიელი მაგალითად. პუზილევსკი, პოლკოვნიკი პუზილევსკი, როდესაც შემოქმედში მივიდა,
იქ გამოვიდა ბოლქვაძე თუ არ ვცდები მისი აზნაური და უთხრა სად არის მამაძაღლი ქაიხოსრო გურიელიო ამ რუსმა პოლკოვნიკმა ქაიხოსრო გურიელია მამაძაღლი და შენ ხარ კაციო ამოიღო თოფი და იქვე მოკლა ეს პუზირევსკი აი ამ კაცმა ამ აზნაურმა დააკავეს და თავი გასწირა ამისათვის ასევე აქ ამ აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას დავით ბაჭუტაძე უდიდესი და გამორჩეული ამის გულისათვის დაანგრიეს მისი სახლი ნიგოზდიჩი დღევანდელ ნიგოჩი სხვა შორის ჩვენი ნიკა მაჭუტაძის ბაბუის ბაბუა და დღესაც ნიკა იქ ცხოვრობს იმ სახლში სადაც ნაშთები არის იმ დაანგრეული სასახლის ეს იყო უდიდესი ამბავი აი ეს გამოსვლა მისი შეიძინას აღჭურვილობა ყველაფერი და ისე შეებრძოლა რუსის ჯარს და ასევე ივანე აბაშიძე არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მის სახელი ასე რომ აი ამ აჯანყებამ რომელიც თქვენ ახსენეთ ეს ლოკალური აჯანყება კი არ იყო ეს იყო რომელსაც მოიცვა მთელი გურიის მთელი იმერეთის რაჭა იყო ჩართული ყველას და ეს იყო ასევე დიდი წინააღმდეგობის მოძრაობა ეხლა იქ რომ მე არ სიტყვა არ გაგვექცეს არ გასულა დეკადა არ გასულა არც ერთი 10 წლეული რომ საქართველოში არ ყოფილიყო ანტირუსული აჯანყება თავისუფლებისათვის ეს არის შეუგუებლობის ისეთი ლაიტმოტივი რომელსაც ვერანაირი ყობახიძე ვეღარ ამოშლის საქართველოს ისტორიიდან ეს არის აი 100 წლოვანი საოცარი წინააღმდეგობა ბატონო ნუგზა კი ერთია აჯანყება მათ შორის გასაკვირველია წარუმატებელი აჯანყებებიც იმიტომ რომ 1918-მდე გავბედავ და ვიტყვი ასე შეგვჭა ჩვენ რუსეთი ოღონდ რა ტრაგედია არ დაატრიალა ჩვენს რა წისქვილის ქვა არ დატრიალდა ჩვენს თავს მაგრამ აგრეთვე რუსეთმა გვავნო რაღაცა საეკლესიო მიმართულებითაც წაიყვანეს შენ 1811 წელს 1811 წელს მაყურებელს ამუხსნათ რა მოხდა ის რომ ჩვენი ეკლესია ჩვენი ავტოკეფალია რუსეთმა უბრალოდ აი როგორი რა უნდა მოვიშველიო ახლა გადაანათ გავკმა მაგრამ ეს ძალიან რბილადაც ჟღერს იმიტომ რომ ამის შემდეგ იწყება ვიდრე კირიონის პატრიარქად გამორჩევამდე ხო 1917 წლებამდე ხო კატასტროფა ჩვენს ეკლესიაში ხო ფიზიკურად ტაძრებში და ზოგადად ეკლესიაში რასაკვირველია სამღვდლო პირები მას რუსეთს წინააღმდეგობას უწევენ რასაკვირველი აი სხვა შორის ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი იქნებოდა რომ მე-19 საუკუნის საეკლესიო წინააღმდეგობაც ხო და რა გვიქნა რუსეთმა ამაზე ძალიან ხშირად ლაპარაკობდეს ავტოკეფალური დღევანდელი ეკლესიაც მაგრამ ახლა მე რომ არ განვაგრძო ჩემი აზრების თავსმოხვევა საზოგადოებისათვის ხო შენ გითხარი აი საეკლესიო 1811-დან ახდება ჩვენთან ჩვენ ვიცით რომ აღმოსავლეთ საქართველოში იყო წმინდა მოციქულთასწორი ნინოს მიერ შემოტანილი ქრისტიანობა და იმიტომ რომ 1700 წელს ახლა ზეიმობთ ხო ამ ჩვენი ეკლესიის მაგრამ დასავლეთ საქართველოში ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანალელი ეს არის 2000 სვიმონ კანალელი დაკრძალულია აფხაზეთში საერთოდ და 1819-20 წლის აჯანყებაც იწყება იმის გამო რომ ამის წინა წელს გაუქმეს რუსებმა უკვე დასავლეთ საქართველოში ესე იგი თუ 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში ანადგურებენ ქრისტიანობას მართლმადიდებლობას ჩვენს ავტოკეფალიას ხო უკვე იმერეთში გადადიან ესენი დასავლეთ საქართველოში და ბიჭვინდის ტაძარი სადაც გავრცელდა ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელის მიერ მოციქული მოდიში ჩემი რეპლიკა იყო და შენ სამყები ამაში სვიმონ კანანელი მაყურებელმა უნდა იცოდეს რომ დაკრძალულია აფხაზეთში ანდრია პირველწოდებულმა განაგრძო გზა კიდე მაგრამ ჩრდილოეთით მაგრამ სვიმონ კანანელი აი ეს მოციქული ხო დაკრძალულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ესეც ალბათ უნდა გუხსნათ დავებში გიორგი მთაწმინდელი თუ არ მეშლება ეხლა ანტიოქიელებთან როდესაც მიდის ჟაბაასი და კამათი ვისი უფრო დიდი ეკლესია ქართველები რა ადგილს იმსახურებენ იმ იერარქიაში რომელიც არსებობს ქრისტიანულ სამყაროში ეს ეუბნება რომ
ანდრია პირველ წოდებული კიდე უფროსი არის ვიდრე თქვენი ეკლესიის დამაარსებელი პეტრეო. აი ამ წმინდანებზე არის ლაპარაკი, ამ მოციქულებზე არის და ეს ყველაფერი რუსული ტალახიანი ჩექმის ქვეშ ითელება ქართველების საგალობლები. უბრალოდ ვერ მოსწეს, თორე განაწიგნები არ დაწვეს, განამათმა წარმომადგენელმა აქ არ დასწევლა მთლიანად ქართველი ხალხი, განასაგანძური არ გაიტანეს აქედან. აი ეს არის წეგანო ახსენეთ ჩვენ და ხშირად ვახსენებთ ალბათ მამული ენა სარწმუნოება. სარწმუნოების გაუქმება, ენის წართმევა და იმიტომ რომ მიდიოდა ეს სრული რუსიფიკაცია, ქართული საზოგადოების გვარების რუსულად მობოლოვება და ეს ვიცით ყველაფერი ქართულ ამბანში რაღაც სხვა სრულიად უცხო ასოების შემოტანა და აი ამ ყველაფერს აკეთებენ და აქ არ იქნება ეხლა სწორედ რომ არ გავიხსენოთ რომ შემდეგ სამეგრელოში იწყება დიდი წინააღმდეგობა. ეს არის უტუბიქავას აჯანყება. ამას აღწება და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირაკლი რომ ამას ეს არის წებელდას აჯანყება კიდე, მარშანიების აჯანყება. ისევე როგორც შემდეგ შარვაშიძეების აჯანყება და იქ წერია რომ აფხაზეთის ყველა ხეობა იბრძოდაო. თუ იმ პირველ შემთხვევაში სამურზაყანო იყო ეპიცენტრი, ხო? შემდეგ უკვე აფხაზეთის ყველა ხეობა იბრძოდა. ვინც კი იყო, ყველა იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. და როგორც აი კულმინაცია მართლა გმირობისაც, წინააღმდეგობის სულისაც, ეს არის რა თქმა უნდა ხალდეს აჯანყება. როდესაც ათობით ტექნიკით, ათასობით ჯარისკაცით მიადგნენ სოფელს, რომელსაც ფიცი დადეს, რომ არ დაუთმობდნენ და გრძელდებოდა ეს საოცარი ისტორიას. მე ვფიქრობ, რომ აი მსოფლიო ლიტერატურული შედევრების ნაწილი უნდა იყოს ხალდეს ისტორია, ჯოხაძეების და სხვა ბევრი გვარის, რომლებიც იქ წინააღმდეგობას უწევდნენ. ეს სვანეთის უდიდესი ამბოხება. ალბათ იმანაც მისცა ძალა, ამდენი ხატი რო არის სვანეთში, ამდენი ფრესკული მხატვრობა რო არის, ამდენი ტაძარი რო არის აშენებული, ამდენი რომ უბრძოლია საქართველოს ისტორიისთვის და ეს იყო რაღაცნაირად თითქოს ბოლო აკორდი იმ ძველი საქართველოსი, რომ სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თვეებით გაუძლო აი ამ რუსების სისასტიკეს. სხვა შორის ეს გავიხსენოთ შემდეგ რომ ქართული საზოგადოება, მათ შორის აკაკი წერეთელი მაგალითად, ხო? აკაკი წერეთელი იყო შემდეგ ქუთაისის სასამართლოში ადვოკატი აი ამ აჯანყებული ქართველების, აჯანყებული სვანების არ მიუტოვებიათ. მე კი ესენი გადაასახლეს ციმბირში ეს ხალხი, მაგრამ არ მიუტოვებიათ ქართულ საზოგადოებას, ქართულ კულტურ ტრეგერებს, როგორიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და კი, გეთანხმები აბსოლუტურად. ანუ ქართული საზოგადოება აკაკი ახსენეს და პირველ ყოვლისა ალბათ სახსენებელია ზოგადად წინააღმდეგობის ამბავში კაცი დაბადებული 13 წლით უფროსი ხსენებულ აკაკიზე კაცი დაბადებული 1827 წელს და უხანათურად მოკლული 1907 წელს. მას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, ან თუ კიდე მიუბრუნდო მაყურებელს ალბათ უნდა მიუბრუნდები ოღონდ სხვა კონტექსტში. მას 1827-ში დაბადებულ ილიას დიდი ბრძოლა გამოუცხადა ელიტამ უფროსი თაობისა. იმ ელიტის ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ამგვარ რამეს პასუხობს ილიას ოქროს ასეთებიც ხდებოდა მეთქი. ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას. ეს არის ხო კამათი ორბელი გრიგოლ ორბელიანსა და ამათა შვილთა ხო შეპირისპირება. ასეთებიც ხდებოდა 1832-ში ხდებოდა, მოხდა ის რაც მოხდა. ხო? იქ პრინციპში გაყიდეს. გვარებიც ვიცით. უგნებავ დავასახელოთ. ხო, ვინც გაყიდა 1832 წლის შეთქმულება, კიდე ვიცით ჩვენ, ну ალბათ მაინც მოდი დაუდასტურებელი მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ მაიკო ორბელიანის ამბავიც ვიცით, ხო? ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე ზახილდა ნიშნან დასმული ამბავია, მაგრამ მაინც ამაზე ორი სიტყვა და მე გადავიდეთ ილიაზე როგორც მოღვაწეზე. იც რა არის, თქვენი ნებართვით აი არ ვიხმარდი ახლა აი მამათა და შვილთა ბრძოლას თვით ილია ჭავჭავაძე. აი ამ დაპირისპირების შემდეგ და თქვენ ერთი ციტატა მოიყვანეთ, იქ ხო ბევრი არის, ხო? ის ჩვენი
თვით ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებული პატივისცემით წერს გრიგოლ ორბელიანის შესახებ. ესე იგი შესაძლოა ეს იყო ძველი დიდთაობის წარმომადგენელი და მას ჰქონდა სხვადასხვა შეხედულებები, როგორც წესი რო არის ხოლმე, ხო, ძველსა და ახალ თაობებს შორის, მაგრამ უფრო მეტი იყო ერთობა ამ მოღვაწეების ნაზრევშიც და ხა ილიას მე პირადად ვერავის ვერ შევადარებ, მაგრამ ვიდრე იყო დაპირისპირება და ვიდრე იყო ვითომს და ეს იყო სოციალურ საკითხებზე მწერალი, ასე უნდა დაამცრონ ილია ჭავჭავაძე, რომ სოციალური საკითხების მწერალი იყო ზოგს უთქვამს და ეს სხვები კიდევ ვითომ სხვანი იყვნენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს ახალი თაობა რომელიც გამოდის აკაკი წერეთელი და როგორც თქვენ მოხდენილად თქვით ვერ ვიგებდი თავიდან 3 წლით ადრე დაბადებულიო და კი მივხვდი მე რომ ილია ჭავჭავაძეს გულისხმობ არ მეჩნდება 1940-ია დაბადებულია გადავამოწმებთ უგნებავთ კი ბატონო კი და ის 1937 წელს 1937-ში კი ხო და იცით რა არის ეს უკვე არის ხალხი რომელიც არის სხვა განსწავლულობის ხალხით. ეს არის ხალხი, რომელიც ზუსტად იმ ევროპის საძიებლად მიდის პეტერბურგში, ისევე როგორც აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, შემდეგ ვაჟა-ფშაველა, თუმცა მას არ დასწავლდა ეს და ბევრი ქართველი მოღვაწე და ისინი რასაც აკეთებენ, ესე იგი თუ ვიტყვით, რომ ხმლის დრო ვეღარ არის იმ დროინდელ საქართველოში, ხო, ილია ამბობს კიდევ, ხო, ზოგჯერ ხმალზე ძლიერა ჭრის პატარა და ბილი ენაო, კალამი იწყება, ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რადგინდა ტაში, რასაც საფურებ კლავერტულად, ეს არის კალმის დრო, წიგნიერების დრო. და ილია არის ამ თვალსაზრისით, აი, ერთის მხრივ კულტურის მატარებელი, მაგრამ აი განმანათლებლობის ტვირთიც მასა აქვს. რომ გაანათლოს ეს ქვეყანა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ცხადი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კაფიო და თვალსაჩინო გამოხატულება ამ ადამიანის დიდი ბრძოლის. აქ უნდა ვახსენოთ აგრეთვე ქალაქის ერთ-ერთი თავი ყიფიანი, უნდა ვახსენოთ აკაკი წერეთელი და მისი რა იყო შემდეგ რუსეთში ბევრი დიდი მოღვაწე საქართველოში და აქ უნდა ვახსენოთ მე ვიტყოდი რომ თუ იქ ხმლის ხმა ისმოდა, თუ იქ მშვილდიდან გამოთყორცნილი ისრებს ხედავთ 1804 წელს, 1812 წელს, 32 ცოტა სხვა შეფერილობა ჰქონდა, მაგრამ უკვე აი სვანეთის ხალდეს აჯანყების დროს, აი აქ თან პარალელურად ხედავთ გაზრებას იმ ეგზისტენციალური საფრთხის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოდის, რომ არა მხოლოდ ხმლით უნდა დაიცვა ახლა ქვეყანა, არამედ ჭკუით, კალმით და უნდა დაიცვა იმით, აი რასაც ილია ჭავჭავაძე აკეთებდა მის ტომებში, რომელსაც ხშირად არ კითხულობენ. უცებ ნახავთ როგორ მოჰყავთ ყურძენი მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. აი როგორ უნდა დაწურო ღვინო, რა არის ლიტერატურა, რატომ გონიათ, რატო თარგმნი და ამ ბუვიეს იზა არის მაგალითად საკითხული გექნებათ, ხო? და რატომ თარგმნი და ამ ევროპულ ლიტერატურას ან წერდა პუბლიცისტურ წერილებს მაგალითად წერილ სამგვარს ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმის ასე მაგალითად ხო აი ისეთი დოქტრინალური იმ ხანად ყოველ შემთხვევაში ხო დოქტრინალური პუბლიცისტური წერილი და სხვა ჩარლზ პარნელზე გახსოვთ ირლანდიელ ჩარლზ პარნელზე რომელსაც შემდეგ ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებებში ხვდებით ხო ახალგაზრდა ხელოვანის მოგზაურობაში და ამ შემდეგ ილია ჭავჭავაძე ამ ხალხზე ლაპარაკობს ირლანდიაზე ლაპარაკობს როგორც პატარა ერზე რომელმაც უნდა შესძლოს თავისი დამოუკიდებლობის გადარჩენა იმიტომ ლაპარაკობს ჩარლზ პარნელზე ასე იმიტომ იხსენებს სხვა ირლანდიურ აჯანყებასაც ძალიან ხშირად მოკლედ იმის თქმამიდან რომ ესენი შემოდიან ასპარეზზე ადამიანები რომლებიც უკვე გონებითაც უპირისპირდებიან აი ამ ჭაობს ამ უბედურებას რომელიც რუსულ ხელისუფლებასთან ერთად შემოდის საქართველოში ამიტომ ეს პარალელური ეს ორი მდინარე გნებავ დაარქვით გონებისა და მკლავის მდინარე რომელიც 19 საუკუნეს ლაიტმოტივად გაზდევს ეს არის ჩვენი ქართველი ერის შექმნილი და ეს არის იმ ქართველი ერის შექმნილი რომელიც გამწარდა გიორგიევსკის
ტრაქტატზე, მის დარღვევაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის შელახვაზე. ნახონ, ეხლა რომ იძახიან, რომ ისა თქვენ ახსენეთ ივანე ჯავახიშვილი როგორ აფასებს ტრაქტატს, მაგრამ როგორ afasებს მოსე ჯანაშვილი? განა ასე და კიდევ უფრო ილიას წავედა რა. ხსენებული ილია როგორ აფასებს, კი ბატონო? ილია როგორ afasებს? იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც დედაენა მისცა საქართველოს, მე მგონი ყველაზე უფრო მწარი არის მისი შეფასებები. ახლა და სასტორის პინაზე თუ დადგა ასე, რომ ერთგან არის ივანე ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ბატონიშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და მეორე მხარეს ზის აი ეს სამარცხვინო დუეტი ყობახიძის და ივანიშვილის, მაშინ არჩევანი განაძნელი არის ქართული ხალხისათვის. როგორ შეიძლება რომ აი ეს ყველაზე ღვაწლმოსილი ადამიანები ჩვენი ერისა და მეორეს მხრივ გაუგებარი წარმონაქმნები, რომლებიც ისიც კი არ იციან, სად არიან, რომელი ქვეყნის შვილები არიან, რა უბრძოლია ამ ქვეყანას, რა სიტყვები უთქვამს. მე-19 საუკუნეში ამბობს იქაც რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხებისო. მანამდე კიდე ივანე საბანიძეს წუხს რომ ყურეს ამას ქვეყნისა ვართო და უნდა გავიდეთო, ისიც მაგას ამბობს. ქრისტიანულ სამყაროს დღევანდელი სიტყვით რო ვთქვათ, ევროპას უნდა დაუკავშირდეთო. გორგასლის ანდერძი არსებობს, სადაც ამბობს რომ ნუ დაუტევებთ ქრისტიანულ გზას და ეს ხალხი ეხლა დღეს 21 საუკუნეში აი ამ ხელა ისტორიის ხალხს გვეუბნება რომ ჩვენ თურმე რაღაც რუსეთის გუბერნია უნდა გავხდეთ, აბა რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი, აბა რისთვის იბრძოლა ქართულმა საზოგადოებამ, გნებავთ ინტელექტუალურად, გნებავთ ფიზიკურად, გნებავთ თავდადებით. აი ეს არის. მადლობა, თუმცა მოდი ერთი ბოლო რეპლიკა ვთქვათ, ბოლო წინადადები წარმოვთქვათ ხსენებული ილიაზე, რაც 9-7-ში მოკლული მუხანათურად. ილია მაყურებელმა კარგად უნდა გაიაზროს და ნუგზარი შემეხიდება. ამაში არის მოდი ასე ვიტყვი, შემამზადებელი 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტისა. ის ვერ მოესწრო თავისთავად და ვინც ის რომ მოსწრებოდა შესაბამისად 11 წლით შემდეგ მოხდა ეს ამბავი, ინცის და გაცილებით უფრო კარგადაც გავივლიდით იმ 18-21 წლებს დიდი ავტორიტეტი იყო ილია, თუმცა კაცი რომელსაც ებრძოდა. ილიაზე ორი სიტყვა როგორც დაფუძნებელ მამაზე და თუ გნებავს სხვების ჩავთოთ ამასობაში, აი ხონდაც ერთ ამბავს ჩავთავ. ეხლა არის ლაპარაკი სულ რუსოფობია, რაღაცას გვაბრალებენ ისეც რაც საქართველოში არასდროს არ ყოფილა ხო მრავალეროვანი, ეხლა აღარც კი მოვიყვან იმ ამბავს, რომ სამი სხვადასხვა სინაგოგა, ის რომ რაღაცა 200 მეტრის რადიუსში დგას, თბილისში არც კი ღირს ჩვენი ძვირფასი მსრენელის ყურადღების დაღლა. მაგრამ ერთი კი მინდა გავიხსენო, აი წეღან ნახსენები ალექსანდრე ორბელიანი და თუ როგორ გაამწარეს ამ რუსების მმართველებმა, რომ იხსენებს ესეთ ამბავს, რომ ძაღლი ყავდაო, პატარა ფინია ყავდაო ალექსანდრე ორბელიანს. და იმდენად იყო გამწარებული ამ რუსების გამო, რომ დაუძახებდა თურმე ამ პატარა ფინიას. აბა როგორ გაიხარებ, როცა ჩვენი დამპყრობელი რუსები წავლენო და ის ძაღლის გაწვრთნილი შეხტებოდა თურმე და იწყებდა მხიარულ ყეფას. აი ესეთი იყო ის რა ქვია ამბავი, სასაცილო ამბავი, თუმცა ტრაგიკული სამავე დროს. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძეს, ალბათ თუ ვინმეზე გული დაგწყდება, რომ დამოუკიდებლობას ვერ მოესწრო, ეს არის რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძე. როდესაც ის მოკლა, ბევრმა გაზეთმა დაწერა, რომ ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ილია ჭავჭავაძეს ესროლეს და გაზეთები სავსე ყავს სურათები და ვაჟა-ფშაველამ, რომელმაც გვიან გაიგო ეს ამბავი, იმიტომ რომ არ იყო აქ და როდესაც გაიგო, წარმოთქვა ეს სიტყვები, ვერ მოკლეს. მთელი საქართველოს გაზეთები ამბობდნენ, რომ მოკლეს ილია და ვაჟამ თქვა, ვერ მოკლეს. ამ თვალსაზრისით ილია ჭავჭავაძე არის მარადიული კაცი. თვითონვე ხო წერს აჩრილში
რომ არადა ყველგან საქართველოს მე ვარ შენთანა მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი ამიტომ ეხლა ეს უკვდავი სული ფარავს საქართველოს ამბროსი ხელაია ფარავს საქართველოს კირიონ საძაგლიშვილი ფარავს საქართველოს აი ეს ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ადამიანები აქ უნდა გავიხსენოთ ასევე ილია მეორის ბრძოლა ავტოკეფალიისათვის ახლად შესვენებული პატრიარქის რომ ისიც გაგრძელება იყო ავტოკეფალიისთვის აი ამ უდიდესი ბრძოლის და თუ რამე იქნება რომელიც ყველაზე მთავარი რის გამოც მის სახელს გაიხსენებენ ეს იქნება აი ამ ტომოსის მოპოვება საქართველოსათვის ასე რომ ერთი რამის თქვა მინდა რომ ის გალერეა რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ბოდიში უთხრათ მათ ვინც არ გაგვახსენდა ირაკლი აი ეს დიდი ჰეროიზმი რომელიც ამ ბრძოლას თან ახლავს ეს ჩამონათვალი მართლა პლიადა ხო საუკეთესო ქართველების არიან ერთხარეს და იძახია რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენი ენა ჩვენი მამული ჩვენი სარწმუნოება ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს ამბობს ლევდღუნია ილიას პირით თუ პირიქით ხო და ამ დროს რას გვაკადრებენ ახლა გვეუბნებიან რომ არაფერი ჩვენი ისტორია არ ყოფილა და ეს გონიათ რომ გაუვათ საქართველოს და მართლა მადმწამს რომ არა მხოლოდ ცოცხლები წამოდგებიან ფეხზე არამედ ზეციური ლაშქარიც აქ იქნება იმისათვის რომ ამისაგან დაგვიცვას გოგლა ლეონიძე წერს გახსოვთ ერთ ლექსში ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით ასე გამოვამტვრევთ საფლავებსაც საქართველოს თუ არ მიხვდებიან რა საითკენ წავიდნენ როგორ შეურაცხყვეს როგორ დაგვამცირეს და როგორ იფიქრეს რომ აი ამ ხევა ისტორიის ერს დავით აღმაშენებლის ერს შეიძლება რა ვიცი მე შარმანაშვილებით და ყობახიძეებით და მათი დაბჟუტურები ტრაქტატის იდეით მოუგო არავითარ შემთხვევაში ესე არ მოხდება უზარ ციკლაური იყო ჩემი სტუმარი ბატონ უზარ ძალიან დიდი მადლობა მაყურებლისთვის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ შთამბეჭდავი იქნება თქვენი ციფრები შთამბეჭდავია სულის შემზრელია ასე ვიტყვი ემოციებს ვერ დაამალავს და ვერ დაფარავს ჩვენი მაყურებელი პატივი იყო ჩემთვის თქვენთან საუბარი მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ თქვენ დიდი მადლობა ამ საქმისათვის რასაც ეწევით როგორც აქ ისევე ტელევიზიაში თქვენი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ერთობა გჭირდება და გამარჯვება ჩვენი იქნება მადლობა ვიმარჯვებთ კიდეც მადლობა გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა